საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ღიმილიანი საქართველო ასე ქვია პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. პროგრამის პირველ ეტაპზე უმწვევები, შემდეგ კი სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ. ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში გაახმაურა. მიხეილ სააკაშვილი ქალაქის მუნიციპალურ უფასო სასადილოში ბენეფიციარებს შეხვდა და მათ შავი ხიზილალითა და ესპანური ყველით გაუმასპინძლა. პრეზიდენტმა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან ერთად ისადილა. მუნიციპალურ სასადილოში წლის განმავლობაში 1470 ადამიანი სარგებლობს. პროგრამას ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახური 2005 წლიდან ახორციელებს და წელს ბიუჯეტიდან უფასო პრობლემისთვის 803,000 ლარია გამოყოფილი. ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სულ 5 სასადილო ფუნქციონირებს. გასული წლისგან განსხვავებით ბენეფიციარები კვირაში 5 დღის ნაცვლად საკვებს ყოველდღიურად შაბათს კვირის ჩათვლით იღებენ. Თქვენი ხელმძღვანელობით თქვენ я не люблю, но Вы Марко как Марко. ყველა ვინც დადის საქართველოს მასშტაბით დავრიცხო მაჩვენებელს მინდა ხო დაჭერაში გამოყოთ ჩვენ ახლა თანხებს ვამზადებთ დენტისტებს იმიტომ რომ ახლა დღეს ხო ვისაც შეუძლია და თქვა რომ აჭარაში ხო ძალიან კარგი მეცდავდიო ბათუმში ქვილის ეკუთვნა ვიც კარგი ხო და მაგას ვიტყვი ამიტომ ყველას უკლებლო ყველა ქვილის პრობლემა გადავუჭრეთ იმიტომ რომ მინდა რომ გამოწვევდნენ ხები იღებოდნენ ბევრად პრობლემებს ამიტომ დაუკლობოთ ჩაუსვათ გაუპრიალოთ როკალხაციაზე იყო და კონდეთ სული რომ სულ მუდმივად იგებოდა. უნდა დავაყოთ მაგ პროგრამას, აი საპრეზიდენტო პროგრამა გავაკეთოთ, დავაყოთ ღიმილიანი საქართველოს, დავიწყოთ ამ სასადილოებში ვინც იმ ხალხისგან, მე გადავიდეთ სხვა ფერმერებში, სხვა სადაც არც არის ადგილზე მილის ექიმიან ხალხს საშუალება არ აქვს ელემენტარულად ქალაქში სიარულის არ იქ მისვლის და თანდათან მიყვეთ. კიდე არის ძვირი სიამოვნება, მაგრამ საქართველოში არა იცი რა 40 თან 90-იან წლებში როცა ხალხი პროტიპოებდა ძალიან ბევრმა გაუფრთხილდა სიტუაცია და ამიტომ თანაც უნდა მიყვეთ. მაგრამ მიყვეთ ჩვენ ამაზე ფულს გამოყოფს თან ეს განავითარებს ასევე ამ დავიცეთ საქართველოში კარგად და ესე გავაკეთოთ რომ იმიტომ რომ 50 წელს ადამიანს როცა უკვე რაღაც პრობლემები აქვს ფილებთან დაკავშირებული მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, საერთოდ ცხოვრებაზე შეიძლება სხვა წარმოგედგა. მაგრამ ყველაზე ლამაზი ღიმილი გექნება, ეხლა ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. მაგრამ იქნება ჰოლივუდის კბილებიანი ღიმილი. მაქსიმუმ ერთში, ხო? და მაგრამ მარტო ხობაც ეს
ყველას ვისაჭირდება. 1500 კაციდან მხოლოდ ყველა ყველაზე გავაკეთეთ პროგრამას გადავთ ფულს საქართველოში შევაკეთეთ ციას და ყველას გავაკეთეთ. ეხლა ჩვენ ვიწყებთ სოციალურ საქმეების შენებლობას აჭარაში. კი, ვიწყებთ. ეხლა ვიწყებთ სოციალურ საქმეების შენებლობას, მე თქვენ შევიყვანე რამდენიმე ოჯახი ამ მოყოლი წლის წინ ეგეცე და ეხლა მასშტაბურად იწყება ახალი წლის ბიუჯეტი. და მე ნამდვილად არ ვამბობ, ყველას ვერ დავფიქრებ, მაგრამ იგი არის ყველა გაკეთებული და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ამ ლამაზ ქალაქში ჩვენ საქართველოს ეს არის. მადლობა.